მოგესალმებით ძალ, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით მაყურებელს, მადლობა შეკითხვისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დიახ, დღეს გენერალური პროკურორი გამოდიოდა და გვითხრა პირველი რაც დაგამახსოვრდა და დაამახსოვრდა მაყურებელს, რომ თურმე ქვეყანაში სისტემურობის ნიშნებიც არ ყოფილა კორუფციის და მოდი დავსვათ კითხვა და მაყურებელს ეს ყველამ კარგად ვიცი და მაყურებელს ან ვინცაც ეჭვი ეპარება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის მოთავსებული საპრობილეში აღიარა დანაშაული. გავყვეთ, მეგობრებო, გავყვეთ. შემდგომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რისთვის არის ბრალდებული? ქრთამის აღებაზე, ხო? მას ედავებიან ქრთამის აღებას, უდანაშაულის პრეზუმპცია არ დავარღვიოთ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს. რას ედავებიან? ედავებიან ასევე ქრთამის აღებას და საკუთარ კაბინეტშიო ქრთამს იღებდაო, ამას საუბრობდნენ და მე იქ თურმე ვაჭრობაც მოსულაო უსაფრთხოების სამსახურშიო, ხალხო გვეუბნებიან და იქ ქრთამის დაკლებაზე და ამ შემთხვევაში განახევრებებზე მიდიოდაო საუბარი. გავყვეთ, მინისტრის მოადგილეები, მაღალი თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი კორუფციაზე არის თუ არა ბრალდებული და ზოგი მსჯავრდებული, ხო, უკედა მსჯავრდადებული. რა არის სისტემურობა? თუ არა ჩამოთვლილი ეს ყველაფერი თაიგული კორუფციის, ხალხო, ეხო თაიგულია მართლა კორუფციის და რას გვეუბნება დღეს თუნდაც ქართული ოცნება ზოგადად გენერალურ პროკურორმა რას გითხრა ნახეთ ხო და დაუბრუნდები ამას აუცილებლად კიდევ მნიშვნელოვანი საკითხებია და რას გვეუბნება დღეს ქართული ოცნება სალ დღეს ქართული ოცნება გვეუბნება რომ თურმე ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ ღებულობენ და იქცევიან ისე თითქოს 2 წელია რაღაც წელიწადნახევარი 2 წელი ხელისუფლებაში არიან პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა არის და ხშირ შემთხვევაში ობიექტური გამოძიების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ მოვა დრო და გამოიკვეთება ობიექტური და სამართლიანი გამოძიების პროკურატურის და სასამართლოს პირობებში გამოიკვეთება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებლობის საკითხი. ხალხო, დავაცვლილებო, როდესაც ხმას აძლევთ. წარმოიდგინეთ და როდესაც თქვენი ტელევიზია საუბრობდა, ლელო ძლიერი საქართველოს საუბრობდა სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებზე. ღარიბაშვილთან დაკავშირებით თუ სხვა სქემებთან დაკავშირებით რა საუბრობდნენ აბა გავიხსენოთ როგორ იყვნენ გადაფარებულები პარლამენტში ვინ აირჩიეს ადამიანები ვინ გაამწევს თანამდებობებზე მეორე საკითხი მე მახსოვს ირაკლი ყობახიძის ერთ-ერთი ინტერვიუში ის ამბობდა რომ ჩვენ როგორ ქართული ოცნების წარმომადგენელს ვარ მთავრობის წევრს წირო ფული დაუდო ის ხელსაყრელი კი ბატონო მაგრამ ახლა ისე იქცევენ თითქოს 2 წლის მოსულები არიან ხელისუფლებაში ახლა მეორე საკითხი ზალ და მთავარი საკითხი ათეულობით ადამიანი არის დასახიჩრებული ნაცემი და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. უტყუარ მტკიცებულება და კლასიფიკაციას მიეკუთვნება სამართლებრივად, რო ვთქვათ, აუდიო და ვიდეო მასალები, ხო? აი მაგალითისათვის. ალეკო ელისაშვილი თუ არ ვცდები სახელმწიფო კანცელარიის წინ, როდესაც წაიყვანეს და პოლიციის თანამშრომლებმა და უკან ნაცემ ნაბეგვი გადმოაგდეს. უკაცრავად და ამ საქმეზე გამოძიება როგორ მიმდინარეობს? სად არის პასუხები? ის პოლიციელები თუ ვერ ამოიცნო ვერავინ. აბა ვინ იყო მაშინ ის ადამიანები? როასი აკავებდნენ ხალხს. მეორე კაცარავა საქმე გახსოვთ ხალხო? კაცარავა ნაცემ ნაბეგვი გადმოაგდეს დაკავებული ადამიანი. სად არის პასუხისმგებლობის საკითხი? ვინ იყვნენ ის პოლიციელები? და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. აი აქ გმირთა მოედანზე როცემეს ახალგაზრდები. მანქანის ნომრები ცნობილია. თქვენი ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად მანქანის ნომრები ცნობილია. სავარაუდო შესაძლო დამნაშავეთა სახელი და გვარებიც კი გაჟღერდა. სავარაუდო საუბრობ, ხო? სად არის რეაგირება ამასთან დაკავშირებით? მოდი მეტიც ვთქვათ. ისა რა ქვია, მეტიც ვთქვათ, ზალ გემახსოვრებათ, რომ წლებია გასული რა 2-3 წლის წინ გაჟღერდა გაასკდა ეს ფაქტი რომ სასულიერო პირები ჩართული იყვნენ მოსმენებზე ლამის მესანთლიდან დაწყებული ყველა ჩართული იყო გვითხრეს მოსმენაზეო და ვნახეთ ამასთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება გამოძიება იწყება ბუნებრივი დანაშაულის ნიშნების და ფაქტების არსებობასთან დაკავშირებით რიგით ხალხი ცნეს კიდეს დაზარალებლად როგორც ვიცი ახლა დავსვათ კითხვა ვინ უსმენდა ამ ხალხს ვინ ახორციელებდა სავარაუდო უკანონო მოსმენებს? სად არის ამ ყველაფერზე პასუხები, ხალხო? რატომ არ აქვს პასუხები? და მთავარი, სისტემურობაზე როცა ვსაუბრობთ, მოდი დავსვათ კითხვა. როდესაც 2012 წელს
ქართული ოცნების ხელისუფლება იმ დროს რა იყო სასამართლოებში, მე კარგად ვიცი, უკანონობა და რაც იყო და ცნო ათობით და ასობით ადამიანი პოლიტპატიმრად. ხო? ახლა დავსვათ კითხვა. ვინც ეს პოლიტპატიმრებად აქცია, ვინც ბრალი წაუყენა, ვინც განაჩენი გამოიტანა, შემთხვევით ისევ სისტემაში ხომ არ არიან? თუ ყველა მიყვება იმ თეზას, რომ გუში კარგად ცუდად იქცეოდნენ და დღეს ჩვენს ხელში კარგად მოიქცევიანო. როდესაც ასევე საუბრობთ კოლექტიური მართლმსაჯულება ხომ არ არისო? ბუნებრივია, ვეთანხმები, არ შეიძლება კოლექტიური იყოს, კაცო, მართლმსაჯულება, როგორ შეიძლება კოლექტიური იყოს მართლმსაჯულება? მაგრამ ამ კოლექტიური მართლმსაჯულების საქმე სულ ერთ წუთში მოგიყვებით, ზალ. ახლა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირებზე საუბრობენ, რომ კორუფციაში იყვნენ გახვეულებიო. უკაცრავად ამას მეტასტაზები არ ქონდა გასული? დამოუკიდებლად მოქმედებდნენ ეს ადამიანები? ხელშემწყობები არ ყავდათ ქვეშევრდომები? ეს ხო მარტივად უნდა დაისვას კითხვა. და თუ ამას არც ქვია ახლა რა საქმესაც მე მინდა საუბარი, სულ 20 წამს აგართვებ, რა საქმეზეც მე მინდა საუბარი, ამას არც ქვია კოლექტიური მართლმსაჯულება. შეიძლება დავარქვათ. ეს არის გაცოცხლებული 37 წელი. მე რასაც უყურებ როგორც ადვოკატი ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის ლიდერების მიმართ. სწორედ მაგას აი ამ საკითხთან დაკავშირებით მოვა დრო და ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე იქნება, ამას სისხლის სამართლის საქმესაც ვერ უწოდებთ. ეს იქნება სახელმძღვანელო უკანონობა თუ როგორ ხდებოდა ამ ქვეყანაში. არანაირი მტკიცებულებები ხალხნო. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხო, აი კონკრეტულად მე ახლა საუბრობ ამ ორი ადამიანზე, ხო? და მინდა ამ ორ ადამიანზე ვისაუბრო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს გარდა სურვილისა და სურვილების კრებულისა, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ ამ შემთხვევაში ბრალდებულები და დააჩქარებული წესით, როგორც მიდის სასამართლო ცნობები ვხედავთ. ბატონო, ძალიან მძიმე მუხლებით მიდის სასამართლო პროცესები და ჩვენ ხედავთ, რომ კვირაში ორჯერ არის სასამართლო პროცესები ჩანიშნული. ეს არის ალბათ რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სასამართლო პროცესი, რაც ბოლო პერიოდში მინახია. ვარაუდობთ, რომ სადღაც სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში უკვე განაჩენიც უნდა დადგეს. ამ პროცესებიდან გამომდინარე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისევ იმ წრეზე მიდის ივანიშვილი, ლიდერების ციხეში და შემდგომ ეს იყოს ვაჭრობის მერკეტი მისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ივაჭროს შემდეგ უკვე დასავლეთთან. ზალ არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მინახავს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ხელისუფლების დროს, როგორც პოლიტიკაში მყოფ პირს და როგორც ადვოკატს, ხო? აქ ცალსახად იკვეთება. ამას, არ ვიცი, შენიღბაც არ ჭირდება ამას. უბრალოდ ბრალის დადგენილებას რო გადახედოთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ კოლექტიური მართლმსაჯულება თუ რა არის საერთოდ. რისი ბრალის ინდივიდუალიზაციაზე და რამეზე არ მინდა ამ მძიმე სამართლებრივი ტერმინებით მოკალაქეები დავღალო ამ შემთხვევაში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირად, ოდნავაც კი სამართლიანობის პირობებში, ოდნავ, აი 1%-დან სამართლიანობის პირობებში. არა თუ ამ სასამართლო პროცესამდე არ უნდა მისულიყო საქმე, ეს სხვა ეტაპებზე უნდა შეწყვეტილიყო და გამოძიებაც არ უნდა დადასტურიყო. მაგრამ როდის დასრულდება, რანაირად დასრულდება, ეგ უკვე ვნახოთ. გეთანხმებით? ტემპი ძალიან აჩქარებულია ამ შემთხვევაში. თქვენ როგორც ადვოკატს და იურისტს რა მოლოდინი გაქვთ? აი ხო უყურებთ სასამართლო პროცესს, თავად ამბობთ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, ცარიელი მტკიცებულები არის. თელი საქმე, მაგრამ თქვენ ასევე კარგად იცით, როგორ მუშაობს დღეს სასამართლო სისტემა. მაგაზე ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე გეკითხებით, რა მოლოდინი გაქვთ? ზუსტად მაგაზე მაქედან გამომდინარე ვსაუბრობ, ზალ, რაც გითხარით, ახლა აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ ზუსტად, როდესაც საქმეს გაეცნობი, უბრალოდ გაცნობაც უკვე, ისეთი სიტუაცია, რომ მტკიცებულება ხალხო არ არსებობს საქმეში. 37 წლის საქმეები მე მინახავს სოციალურ ქსელშიც არის და შეგვიძლია შევადაროთ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შეგვიძლია შევადაროთ ამ ტროიკების ინსტიტუტთან დაკავშირებით, ხო? ხოლო ამასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული დანოსი საკმარისია, რომ გაასწავლოთ. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ საქმე არ უნდა არსებობდეს სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე. ვინმე მეტყვის, რომ თქვენ მიკერძოებული ხართ, თქვენი პარტიის ლიდერები არიან, შეიძლება თქვას, ადვოკატი ხართ საქმით და ამიტომ საუბრობთ, ხო? მზადა ვარ. ნებისმიერი ობიექტური პირი
ვინც იქნება მიჩნეული ან პირთა ჯგუფი გაეცნოს საქმეს მამუკას და ბადრის მიმართ. და მზადა ვარ თუ ვინმე იტყვის აქ რომ რაიმე ნიშნებიც კი არსებობს საჯაროდ ბოდიში მოვიხადო. მზადა ვარ. მსგავსი რამ არ არსებობს. მაგრამ ზალ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. ჩვენ ახლა ამ საკითხებზე ხო ვსაუბრობთ. პარალელურად ქართული ოცნება განაგზობს საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას. და დასანქცირებაში მე რას გულისხმობ ახლავე ახსნი. გადასახადები გაძვირდა თუ არა ქვეყანაში, გაძვირდა ქვეყანაში. პარალელურად ჯარიმებმა მოიმატა თუ არა ქვეყანაში, მოიმატა. მილიონებს იღებს თუ არა, თუნდაც თბილისის მერია პარკირების გადასახადიდან იღებს მილიონებს. ყოველ დღე მე და ჩემი პარტიის წევრები, ლიდერები დავდივართ შეხვედრებზე მოსახლეობასთან. ხალხი გარბის ქვეყნიდან ზალ. იცლება საქართველო. საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან. აი მაგალითად ერთი თვის წინ ვიყავი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეცში. მოსახლეობასთან ძალიან ხარკმლავალი შეხვედრა გქონდა. იცით რა გითხრა მოსახლეობა? სკოლის წინ მქონდა შეხვედრა და გითხრა რომ აი ეს სკოლაო, წელსო ამხელა სოფელში ერთმა ბავშვმა დაამთავრაო. ერთმა ბავშვმა დაამთავრა. ყველა გარბის ქვეყნიდან, უკვე საუბარიც არ არის სხვადასხვა რეგიონებში. გითხრეს ერთ-ერთ რეგიონში მითხრეს რომ ცოტა ხანშიო, კი არა უკვე შეიძლება ვთქვათ რომ ოჯახები არ იკეტებაო, სოფლები იკეტებაო შეიძლება ითქვას. აი ახამდე მივიდა სიტუაცია. კორუფციამ გამოხრა ზარ ეს ქვეყანა. ქართულმა ოცნებამ გამოხრა ეს ქვეყანა. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან ზალ და ერთი რამ მინდა გითხრათ. როდესაც საუბარია რომ თითქოს სისტემური კორუფციის ერთი მაგალითი არ არის სისტემური კორუფცია, როდესაც თბილისის მერიაში უფასო სასადილოებიდან ხალხნო გვითხრეს რომ ჯერ ლარი და 60 უნდა იკვებოს ერთი დღე. ხო წარმოგიდგენიათ ლარი და 60 ერთი დღე ადამიანმა როგორ უნდა გამოიკვებოს. იქიდან ეს ლარი და 60 საკვებზე კი არ არის მიმართული. ლარი და 30-მდე ჯდება დაახლოებით და უფრო მეტი საკვები წილი ან ღირებულება აქედან. იქიდანაც კი მილიონებს იპარავდნენ და უკაცრავად პასუხისგებლობა კონტროლზე, პასუხისგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის ამ შემთხვევაში თანხების სწორად განკარგვაზე ვის ეკისრება? თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პასუხისგებლობა არავის არაფერში არ ეკისრება ხალხო? ასე საუბრობდნენ ღარიბაშვილზე, ხო გახსოვთ არა? ასე საუბრობდნენ ღარიბაშვილზე, იქო მამამ ფული გადაიხადაო, ასე იყო საუბრები კოლ-ცენტრის, ანუ თვითმფრინავის ჩარტერთან დაკავშირებით, ასე იყო საუბარი კოლ-ცენტრებზე, როდესაც იყო საუბარი და რიგი ამ შემთხვევაში ექსპერტები თუ სპეციალისტები, ვინც ამ საქმეს ამ შემთხვევაში სწავლობდა, ასე საუბრობდნენ და ამას იყვნენ გადაფარებული, არაფერი მსგავსი არ ხდებაო. დღეს ბრალებია ხალხს აყენებული. ახლა დავსვათ კითხვა. დანაშაული ცნობილი იყო წლების განმავლობაში, ხო? რასაც თუნდაც თქვენი ტელევიზია აქ საუბრობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხალხი საუბრობდნენ. რატომ არ მიექცა ამ ყველაფერს ყურადღება? რატომ არ დაიწყო მყისიერად გამოძიება? და ეს ხომ ამ შემთხვევაში დანაშაულიც ხო არ არის ის რომ ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები რომ როდესაც გინდა მაშინ იწყებ გამოძიებას და როდესაც ვალდებულება გაქვს შენ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყო გამოძიება და ყისიერად ჩაატარო სწრაფი და ეფექტური გამოძიება არ აკეთებს ამ ყველაფერს, ხო? აი აქამდე მივიდა ეს ქვეყანა ზალ. ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ხალხნო, ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის გზავნილი ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების, რომელსაც სულ ხვდებით, ხვალ ზეგად სულ შეხვედრები გვაქვს, რომ ვისაუბროთ მათ პრობლემებზე. საქართველოს მოქალაქეებს ძალიან უჭირს. საქართველოს მოქალაქეები გარბიან ჩვენი ქვეყნიდან. ესენი კი საუბრობენ ტელევიზიით, რომ თურმე ორნიშნა და რაღაცას დაგვაქვს ეკონომიკის. მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს რა აქვს ერთი შეეკითხონ და რატო გარბიან საქართველოსთან საქართველოს მოქალაქეები? აი ეს კითხვა არის, ჩვენ ეს კითხვა გვაწუხებს და ჩვენ ამ კითხვებს ამ მათ საუბარს ყოველთვის გავაჟღერებთ.